სტუდია მონიტორი თაღლითური კოლ-ცენტრების მასშტაბური სქემის შესახებ საგამოძიებო რეპორტაჟის მეორე ნაწილს აქვეყნებს. გამომძიებელმა ჟურნალისტებმა აღმოაჩინეს, რომ ამ დანაშაულებრივი სქემის მთავარი ფიგურანტები, რომელთა წინააღმდეგ საქმე შარშან აღიძრა და დღემდე გრძელდება, დღეს კიდევ უფრო მდიდრულად ცხოვრობენ. არადა მათი ძვირადღირებული ქონება საგამოძიებო უწყებებმა და სასამართლომ დააყადაღეს. ეს დანაშაულებრივი ჯგუფი AK-ის სახელით არის ცნობილი და მის ლიდერად აკაკი ქევხიშვილი სახელდება, რომელიც დაკავებული არ არის. სტუდია მონიტორის მიერ შეგროვებული მასალების მიხედვით თაღლითობასა და მილიონების გამოძალვაში მხილებულები უკანონო საქმიანობას დიდი ალბათობით ისევ აგრძელებენ. არადა შარშან სტუდია მონიტორისა და კიდევ 30 მედია ორგანიზაციის მიერ მომზადებული ერთობლივი საერთაშორისო საგამოძიებო ფილმის მიხედვით გაირკვა, რომ ამ ჯგუფმა ევროპასა და კანადაში 6000-ზე მეტი ადამიანი გაძარცვა და საინვესტიციო თაღლითური სქემით $35 მილიონ მეტი მიითვისა. მას შემდეგ, რაც რამდენიმე დღის წინ სტუდია მონიტორმა მეორე ნაწილის გასაჯაროება დაანონსა, მისი Facebook გვერდი მოულოდნელად და გაურკვეველი მიზეზებით გაქრა. თუმცა გუშინ ჟურნალისტებმა ის დაიბრუნეს და დაანონსებული სკანდალური რეპორტაჟი გამოაქვეყნეს. რაც შინაარსისა და მასშტაბის დანაშაულებრივ სქემაზეა ლაპარაკი, სად არიან და რას აკეთებენ მისი შემქმნელები ამჟამად. ჩემი კოლეგა სოფო ვარდიაშვილი მოგუყვება საგამოძიებო მასალების შესახებ მეც. დიახ, მონიტორი Facebook-ზე აღდგა და მისი დაბრუნება კიდევ უფრო ხმაურიანი გამოდგა. გამოცემამ კიდევ ერთი საგამოძიებო ფილმი გამოაქვეყნა. ეს ფილმიც თაღლითურ კოლ-ცენტრების მუშაობას ეხება. უფრო კონკრეტულად კი ლაპარაკია ერთ კონკრეტულ კოლ-ცენტრზე, AK ჯგუფზე, რომლის წინააღმდეგ გამოძიება არის დაწყებული, მაგრამ ის მუშაობას მაინც აგრძელებს. კოლ-ცენტრის მუშაობაზე მონიტორმა 32-ზე მეტ უცხოურ მედია საშუალებასთან ერთად 2025 წლის მარტშიც ჩაატარა გამოძიება. და მაშინ გაირკვა იმ კოლოსალურ მოგებაზე, რასაც ეს თაღლითური ჯგუფი იღებდა და ისიც, რომ მათ ძალიან ბევრი მსხვერპლი ჰყავდათ ევროპის ქვეყნებსა თუ კანადაში, ლაპარაკი 1000-ობით ადამიანზე იყო. ახლა კი იმ ფონზე, როცა გამოძიება მიმდინარეობს და კოლ-ცენტრის თანამშრომლებს ქონებებით დაყადაღებული აქვთ, მონიტორმა გაარკვია, რომ ისინი ისევ მუშაობენ. გამოცემის ჟურნალისტები რამდენიმე თვის განმავლობაში აკვირდებოდნენ ახალ ოფისს, რომელიც მდებარეობს დიღომში მირიან მეფის 68-ში. აქ ჟურნალისტებმა შენიშნეს და ამოიცნეს ადამიანები და ავტომობილები, რომლებიც მანამდე AK-ის სხვა ოფისებში, ქავთარაძისა და შარტავას ქუჩის ოფისებში ჰყავდათ ნანახი. მაგალითად, AK-ის ხელმძღვანელი აკაკი ქევხიშვილი ამოიცნეს, ასევე რუსულენოვანი აგენტი ანჟელიკა ჩხაპელია, რომელიც მარინა ნოვიკოვას სახელით აწარმოებდა თაღლითურ საქმიანობას, ასევე მერი შოთაძე, რომელიც AK-ის დირექტორია და ის ჟურნალისტების კითხვებს გაექცა, შესაბამისად არ უპასუხა, რატომ არ არის დაკავებული ამ დრომდე. და ისინი არათუ ისევ მუშაობენ, არამედ საკმაოდ ძვირადღირებულ ნივთებს და მდიდრულ ცხოვრებას არიკლებენ. აკაკი ქევხიშვილი მაგალითად დაცვის თანხლებით რამდენიმე ავტომობილით გადაადგილდება და ეს ავტომობილებიც არის ძალიან ძვირი. შეგვიძლია ვნახოთ რამდენიმე ფრაგმენტი მონიტორის ამ ფილმიდან, როგორ ცდილობდნენ ჟურნალისტები კოლ-ცენტრში დასაქმებულებთან კომუნიკაციას და როგორ გაურბიან ისინი ამ მედიის კითხვებს. ავტომობილი ბესი კუპატაძის სახელზეა გაფორმებული. ამ Range Rover Defender-ის ფასიც რამდენიმე 100,000 ლარს შეადგენს. ბესი კუპატაძე მირიან მეფის ოფისთან რამდენჯერმე გადავიღეთ. შეგიძლიათ გამოგბრძანდეთ. ვიცით რომ თქვენც აქ ხართ. გვინდა რომ შეკითხვები დაგისვათ. მე რა მინდა იმას რატო არ მეკითხეთ? ბატონო ბესიკ, აკაკი ქევხიშვილის ავტომობილი თქვენ სახელზე რატომ არის გადაფორმებული? ეხმარებით რომ დამალოს ქონება? გამარჯობა, ჩვენ ვიცით, რომ თქვენ AK ჯგუფში მუშაობთ თაღლითურ კოლ-ცენტრში, რომელიც 2025 წელს გამოვავლინეთ ჯერ კიდევ და ეს კოლ-ცენტრი ახლა აქ მდებარეობს და ისევ აგრძელებთ მუშაობას. რა კომენტარს გააკეთებთ ამასთან დაკავშირებით? ცისქლის სამართლის საქმე არის აღძრული ამ კოლ-ცენტრთან დაკავშირებით და ჩვენ ვიცით, რომ ევროპის მასშტაბით ეს კოლ-ცენტრი ძარცვავს ადამიანებს. გამარჯობა, ქალბატონო, მე ვარ სტუდია მონიტორის ჟურნალისტი. თქვენ ისევ აგრძელებთ თაღლითურ კოლ-ცენტრში მუშაობას, მიუხედავად იმისა, რომ თქვენს წინააღმდეგ არის სისხლის სამართლის საქმე აღძრული და თქვენზე მიმდინარეობს გამოძიება და სასამართლოს ხდომები. თქვენ დაგინახეთ ჩვენ მირიან მეფის 68-ში ისევ აგრძელებთ კოლ-ცენტრში მუშაობას. საუბრობ, მადლობა დიდი. თქვენ წინააღმდეგ არის სისხლის სამართლის საქმე აღძრული, ხომ? როგორ მოხდა რომ თქვენ ისევ თავისუფალი ხართ? თქვენ მანამდე სხვა კოლ-ცენტრშიც მუშაობდით ას მარკეტინგში. ამ კომპანიის წინააღმდეგაც იყო აღძრული საქმე. იქ ფარველობთ რომ არ მოხდა თქვენი დაკავება. როგორ მოხდა რომ თქვენ ამ დრომდე არ დაგაკავეს?
ამ სერიოზული შესაძლო დანაშაულების ფონზე იმის ნაცვლად, რომ სათანადო რეაგირება მოხდეს კოლ-ცენტრების მუშაობაზე, სამიზნე რატომღაც აღმოჩნდა თვითონ სტუდია მონიტორი გუშინ მონიტორის გვერდი გაქრა Facebook-იდან და გამოცემის წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ ეს შესაძლოა ორგანიზებული კიბერთავდასხმის შედეგი ყოფილიყო მათ წინააღმდეგ. უკავშირდება თუ არა ეს ორგანიზებული კიბერთავდასხმა ქართულ ოცნებას, ამისი დადასტურება შეუძლებელია და ახლა ამის ნიშნები გამოკვეთილი არ არსებობს, თუმცა ეჭვები ძალიან ბევრი არსებობს ამასთან დაკავშირებით. მაგალითად, ერთ-ერთი შეიძლება ეჭვის გამაძლიერებლად ჩაითვალოს ისიც, რომ ძალიან ნიშნის მოგების შინაარსის მქონე სტატუსი გამოაქვეყნა ქართული ოცნების დეპუტატმა ნინო წილოსანმა, რომელმაც თქვა, რომ ყველას ასე დაემართება, ვინც ტყუილს ავრცელებს და ის, როგორც ჩანს, გაბრაზებულია იმის გამო, რომ მონიტორს მისი საცხოვრებელი სახლის შესახებაც აქვს გამოქვეყნებული საგამოძიებო ფილმი. მე და ჩემი კოლეგა ნინო რამიშვილი დაახლოებით 6 თვე მუშაობდით. სხვადასხვა დროს პროკურატურა ამბობს, რომ დააკავა ისე თუ ის ადამიანი, თუმცა დღემდე ფუნქციონირებენ კოლ-ცენტრები, ეს არის ფაქტი. თუ არავინ არ მფარველობს, მაშინ როგორ აგრძელებენ ასეთი ცენტრები ფუნქციონირებას. ჩვენ ვხედავთ იმას, რომ საგამოძიებო უწყებები სამწუხაროდ არიან ძალიან არაეფექტიანი. ხოლო რაც შეეხება ქართულ ოცნებას, რომელსაც სავარაუდოდ უნდა აინტერესებდეს ასეთი ტიპის დანაშაულები, დაკავებული არის ძირითადად მედიების გაშავებით, ასე ვთქვათ. გუშინ დაიბლოკა სტუდია მონიტორის Facebook-ის გვერდი და მთელი დღის განმავლობაში პროპაგანდა იყო გახარებული ამით, გახარებული იყო პარლამენტარი ნინო წილოსანი და ჩვენ ხედავთ, რომ მათ არ სურთ, რომ მონიტორმა გამოაქვეყნოს ჟურნალისტური გამოძიებები მწვავე კრიტიკულ თემებზე. მოყვება თუ არა სათანადო სამართლებრივი რეაგირება მონიტორინგის ახალ ფილმში მოტანილ ფაქტებს შეგვიძლია დაველოდოთ, ეს ჯერ უცნობია, თუმცა მონიტორის წინააღმდეგ ეს არ იყო, გუშინდელი კიბერთავდასხმა არ იყო პირველი და მანამდე მათ კიდევ ორი ასეთი შემთხვევა ჰქონდათ, როდესაც მათ გვერდებიდან წაუშალეს სერიოზული საგამოძიებო ჟურნალისტური ფილმები. თუმცა მიუხედავად ამისა, როგორც ხედავთ, მონიტორი აგრძელებს მუშაობას და აპირებს, რომ კიდევ ბევრი ასეთი დანაშაულებრივი ფაქტი გამოავლინოს.